დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომლის გარშემოც ბევრი მითი არსებობს. როდესაც გვესმის ქცევის გამოყენებითი ანალიზი, აბრევიატურით ABA, უმეტესობას მხოლოდ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობა გვახსენდება. რა თქმა უნდა, ამ სფეროში ABA-მ რევოლუცია მოახდინა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ქცევის მეცნიერება, რომელიც ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეხება. იცოდით, რომ თქვენი საყვარელი აპლიკაციები Instagram-ი თუ TikTok-ი იყენებენ ქცევის მეცნიერებას, რათა თქვენი ყურადღება საათობით შეინარჩუნონ. დღეს ვესაუბრებთ ABA-ზე, რომელიც ბევრს მხოლოდ აუტიზმის თერაპია ჰგონია. თუმცა სინამდვილეში ის ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზეა, ბიზნესში, სპორტში და თქვენ სმარტფონებშიც კი. ABA არ არის მკურნალობის მეთოდი კონკრეტული დიაგნოზისთვის. ის არის ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის თუ როგორ გარემო პირობებში ყალიბდება, ნარჩუნდება ან იცვლება ნებისმიერი ადამიანის ქცევა. ქცევის პრინციპები პირველ რიგში მშობლებს ეხმარება. ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც შვილებს ვასწავლით ისეთ ფუნდამენტურ უნარებს, როგორიც არის სიარული, საუბარი და ჰიგიენური ჩვევების ჩამოყალიბება. ამავდროულად, ABA სტრატეგიები შეუცვლელია რთული ქცევების, ტანტრუმის თუ აგრესიის მართვისას. განათლების სფეროში მასწავლებლები ამ მიდგომას იყენებენ უკეთესი სასწავლო გარემოს შესაქმნელად, მაგალითად, კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებისთვის. მართვის ინსტრუმენტები მოიცავს დადებით გამტკიცებას, ქცევით კონტრაქტებს და ინდივიდუალურ გეგმებს. უმაღლესი განათლებაში მიზანი სწავლების ტექნიკის დახვეწაა სტუდენტების უკეთესი შედეგისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ABA მრავალმხრივია, მისი როლი განვითარების დარღვევების მქონე ადამიანების დახმარებაში მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი აუტისტური სპექტრის საშუალების მქონე ბავშვების და მოზარდების დახმარება. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2024 წლის მონაცემებით ყოველ 36 ბავშვიდან ერთს აუტისტური სპექტრის საშუალების დიაგნოზი აქვს. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური დახმარების მეთოდების არსებობა, რომელიც მიმართული იქნება კომუნიკაციის, სოციალური უნარების და ყოველდღიური ფუნქციური ცხოვრებისეული უნარების გასაუმჯობესებლად, ასევე რთული ქცევების სამართავად. ჯერ კიდევ 1960-70-იან წლებში ივარ ლოვაასის კვლევამ აჩვენა, რომ ადრეულ ინტენსიურ ქცევით ჩარევას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ბავშვის მომავალი, გააუმჯობესოს კომუნიკაცია, სოციალური უნარები და დამოუკიდებელი ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, 21 საუკუნეში ქცევის ანალიზის მიდგომები დაიხვეწა და ჰუმანური, ბავშვზე ორიენტირებული გახდა, რაც მხოლოდ ცალკეული სინჯების სწავლებაზე კი არ აკეთებს აქცენტს, არამედ ბუნებრივი დასწავლის მეთოდებს იყენებს. ქცევის თერაპია ასევე ეფექტურია სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის დროსაც, მაგალითად, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის, შფოთვითი აშლილობების, დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის და შიზოფრენიის დროსაც კი. კონკრეტული ქცევითი ტექნიკები გამოიყენება სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად, ყოველდღიური ცხოვრების უნარების, სოციალური ქცევის, აგრესიული ქცევის, მკურნალობისადმი მორჩილების და სამუშაო უნარების განსავითარებლად. ხშირად ინტეგრირებულია კოგნიტურ ქცევით თერაპიასთან. მედიცინაში ის გვეხმარება ჯანსაღი ჩვევების დანერგვაში, დაავადებების პრევენციისთვის. ქცევითი მედიცინა კი სწავლობს კავშირს ჯანმრთელობასა და ჩვენ ქცევას შორის. ეს გვეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადებები. ABA-ს გამოიყენება არასასურველი ქცევის შემცირებისა და ალტერნატიული პოზიტიური ქცევების გამტკიცებისთვის. ხელს უწყობს ჩვევების დაძლევას და ახალ ქცევებთან დაკავშირებულ დადებით გამტკიცებას. ქცევის გამოყენებითი ანალიზი გამოიყენება ბიზნესშიც, ორგანიზაციული ქცევის მართვა. OBM-ი ბიზნეს სექტორში ზრდის თანამშრომელთა პროდუქტიულობას, უსაფრთხოებას და ეფექტურობას. ეფუძნება ქცევის ანალიზს სამუშაო გარემოში და პოზიტიურ ცვლილებების დანერგვას. მოიცავს ქცევით შეფასებას, თანამშრომელთა დატრენინგებას და სხვა ქცევით სტრატეგიებს. ქცევის პრინციპების გამოყენებამ ბიზნესსა და მრეწველობაში ორგანიზაციებისთვის პროდუქტიულობის და მოგების ზრდა გამოიწვია და ასევე თანამშრომლების სამუშაოთი კმაყოფილება გაიზარდა. სპორტში კი ქცევითი ანალიზის პრინციპების და ტექნიკების გამოყენება სპორტსმენებს ეხმარება მოტივაციის ამაღლებასა და შედეგების გაუმჯობესებაში, მონაცემებზე დაფუძნებული უკავშირით. ქცევითი ტექნიკები სულ უფრო ხშირად გამოიყენება ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების დასახმარებლად პრობლემების გადაჭრაში. მაგალითად, ხანდაზმულებში მეხსიერების შენარჩუნება, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების გახანგრძლივება და დემენციასთან დაკავშირებული რთული ქცევების მართვაში. ამ მიმართულებას გერონტოლოგიის სახელით ვიცნობთ.
ადამიანები ქცევის მოდიფიკაციის პროცედურებს საკუთარი ქცევების ამართავად იყენებენ. კვების რაციონის შეცვლა, ვარჯიშის რუტინის ჩამოყალიბება ან მავნე ჩვევებისთვის, მაგალითად მოწევისთვის თავის დანებება. ეს ყველაფერი ქცევის ცვლილებაა, სადაც ABA-ის ტექნიკები, მაგალითად თვითმონიტორინგის საუკეთესოდ მუშაობს. ქცევა ყოველთვის ერთნაირი პრინციპით მუშაობს. ვაკვირდებით წინაპირობას, რა მოხდა ქცევამდე, ქცევას, რას ვაკეთებთ და შედეგს, რა მოყვება ქცევას. თუ შედეგი სასიამოვნოა, გამტკიცება, ჩვენ ამ ქცევას მომავალშიც გავიმეორებთ. მნიშვნელობა არ აქვს 5 წლის ბავშვი ვართ თუ 40 წლის მენეჯერი. ამ დიდ მეცნიერებაში უმკაცრესი ეთიკური სტანდარტები მოქმედებს. გადამწყვეტია, რომ სპეციალისტი იყოს კვალიფიციური, დასახული მიზნები კი ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს კლიენტის საუკეთესო ინტერესებს და ის თავად უნდა იყოს ჩართული ამ მიზნების დასახვაში. ქცევის ანალიტიკოსმა უნდა აარჩიოს ყველაზე ეფექტური და ჰუმანური მეთოდი და მუდმივად აკონტროლოს პროგრესი, რათა დარწმუნდეს, რომ ჩარევა ნამდვილად კლიენტის სასიკეთოდ მუშაობს. მთავარი პრინციპი ყოველთვის არის კლიენტის საუკეთესო ინტერესის დაცვა და ჰუმანური მეთოდების გამოყენება. რადგან ქცევის გამოყენებითი ანალიზის ყველა ტექნიკის და კვლევის უკან დგას ერთი კეთილშობილური მიზანი: დავეხმაროთ ადამიანებს, რომ ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრების ხარისხი და შეძლონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება. და ბოლოს, თქვენი აზრი მაინტერესებს, რომელ სფეროში გაგიკვირდათ ყველაზე მეტად ABA-ის გამოყენება? დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.